მოგესალმებით. თეთრი კვადრატის შემოქმედებითი გუნდი იმყოფება თელავში. საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს ოქროს მტევანს ვესწრებით, რომელიც წელს უკვე მეოთხედ იმართება. ძალიან საინტერესო არის ის, რომ მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სულ შემოვიდა 3000-ზე მეტი ფილმი. ეს კოლოსალური რაოდენობა და მეთანხმებით 129 ქვეყნიდან 72 ფილმი შეირჩა. დღეს 5 სექტემბერია და გამარჯვებულები გამოვლინდებიან სხვადასხვა კატეგორიაში. ბევრი სიახლეა წელს ფესტივალზე და თემაზე ცალად ისაუბრებს ჩვენი სტუმარი ზურაბ დიასამიძე, ფესტივალის კოორდინატორი, თანაორგანიზატორი. მოგესალმებით, ბატონო ზურა. მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. რა სიახლეები გაქვთ წელს და ზოგადად ესეა, რომ ფესტივალი წლიდან წლამდე იზრდება, ხო? ბევრი რამ იხვეწება, შეცდომებზე სწავლობენ ორგანიზატორები, რა გასწავლათ გასულმა 3 სეზონმა და მოგვიყევით წლევანდელი სეზონის შესახებ ვრცლად. გამარჯობა. მადლობა რომ ვეწვიეთ ფესტივალზე. მოიხსენებათ წელს მეოთხე თქვენ ახსენეთ, მეოთხე ტარდება ჩვენი ფესტივალი. და მინდა პატარა ექსკურსია გავაკეთო, როგორ დავიწყეთ. პირველი ფესტივალი ინიციატივა თელავის მერიიდან იყო და სურვილი ჰქონდათ საერთაშორისო ფესტივალი გავაკეთებინა, მაგრამ დრო მცირე იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ, დავასაბუთეთ თუ რატომ ლოკალური ფესტივალი ჩავატაროთ და ჩავატარეთ ქართული ფილმებისგან პროგრამა მოვაწყეთ, ჩავატარეთ ბაჟიტი ლოკალური ფესტივალი, ქართული ფილმების ფესტივალი. რა თქმა უნდა, ეს ნახა საზოგადოებამ, თელაველებმა ნახეს, ნახა იდეის ავტორებმა, ვისაც აინტერესებდა, რომ თელავში კინოფესტივალი დაფუძნებული იყო და გაგვეზარდა ეს საქმე. ძალიან კარგი გამოხმაურება მიიღეთ თელაველებისგან და შემდეგი წელი უკვე დაუთმეთ იმას, რომ მოგვეწყო საერთაშორისო დონის გამხდარი დონის ფესტივალი. რაც დიდი გამოწვევა და ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ფესტივალის შექმნას მუშაობას სჭირდება დიდი დრო დაახლოებით 1 წელი ვმუშაობთ იმისათვის, რომ 5-6 დღის განმავლობაში წარმოვაჩინოთ ის, რაც თქვა მთელი ამ წლის განმავლობაში. აქ ჩართულები არიან საერთაშორისო პარტნიორები, ეს არიან ავტორები, რეჟისორები, სცენარისტები, კომპოზიტორები, კინოს მიმართულებით მოღვაწე ადამიანები და ამათთან დაკავებული ხალხი, რომელსაც გაწერილი აქვს წლებით ეს და უნდა შევარჩიოთ ისეთი გუნდი, რომელიც თქვათ შეძლებს ენთუზიაზმით მიუდგეს იმ ჩვენ წამოწყებას, რასაც ქვია თელავის მოკლემეტრაჟიანი φιλმების საერთაშორისო ფესტივალი. და მადლობა ყველას, ვინც მიდგა გვერდით ამ საქმეში. და აი ეს მეორე წელი უკვე ჩვენ საერთაშორისო მასშტაბი შევძინეთ ფესტივალს. ლოკაციების მიმართულებითაც ფესტივალი გაიზარდა, მინდა აღნიშნო თელავის ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობა, ერეკლეს სასახლეში არის განლაგებული ეს მუზეუმი, მათ პირველად დაგვითმეს საკონფერენციო დარბაზი და იქ დავიწყეთ მეორე წელს, რა თქმა უნდა, მეორე წელს კი არა, დღესაც ჩვენს გვერდით არიან და ახლა თეატრში ვიმყოფებით, ულამაზესი სივრცეა. თეატრთან მისვლამდე მუსიკალური სასწავლებელი დადგა მეორე წელი მუსიკალური სასწავლებელი იყო ჩვენი. ეს ფესტივალმა მოიცვა ეს კულტურული ლოკაციები. დიახ. მესამე წელს ნადიკვარის პარკის ამფითეატრი შეიძლება ითქვას დავიფყარით და წელს უკვე აი 4-ვე ლოკაციაზე გავშალეთ ფესტივალი და ესე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ. მიმართულებითაც ბევრი პრიორიტეტი ახასიათებს ხომ ისეთ კულტურულ ღონისძიებებს, როგორიც არის ზოგადად ფესტივალები. თელავი
სხვაგვარად გამოცოცხლებულია წელიწადის ამ დროს, მაშინ როცა ფესტივალი იმართება, ხო? ფაქტობრივად რთველია. ხო, ფაქტობრივად ეს კინემატოგრაფიული რთველი შეგვიძლია ვუწოდოთ, მით უმეტეს უცხოელი, ჩამოსული უცხოელი სტუმრობენ იმ ლოკაციებს, რომლებიც ახლა ჩვენ ვახსენეთ, ხომ? ეს არის მუზეუმი, თეატრი და ტკბებიან ბუნებით და სილამაზით, უმშვენიერესია ეს ქალაქი. რატომ მოკლემეტრაჟიანი, კონკრეტულად მოკლემეტრაჟიანი ფილმები? ტექნიკური ამბავია, სრულმეტრაჟიანი ფილმი წარმოგიდგენიათ, ხო? საათნახევარი არის საშუალოდ ფილმის ხანგრძლივობა. თელავში არ არის კინოთეატრი სამწუხაროდ ჯერჯერობით და ეს ფესტივალი, ამ ფესტივალის ერთ-ერთი უმთავრესი იდეა არის, რომ მივიდეთ, მივიყვანოთ საზოგადოება იქამდე, რომ საჭირო დაუცილებელი შეიქმნას, გაჩნდეს, აშენდეს კინოთეატრი და ახალგაზრდა თაობას, რომელიც ძირითადი მაყურებელი არის კინოფილმებისა და კინოთეატრების, კონდეთ თავიანთ ქალაქში კინოთეატრი. ოთხის განმავლობაში ასე წარმატებული განახორციელა. ძალიან დიდი მადლობა. ეს ქვეყანაშია ზოგადად ეს პრობლემა, რეგიონული კინოთეატრების დეფიციტი იგრძნობა, მე ვფიქრობ და ეს არის ის საკითხი, რაზეც ხშირად უნდა ვისაუბროთ. აი ფესტივალის წინა ის საშუალება, სადაც უშუალოდ ამ თემასთან დაკავშირებით მსჯელობა, საუბრები. მესმის რომ ეხლა უცებ ხვალავდექი და კინოთეატრი ავაშენტელი არ გამოვა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ, წვეტ-წვეტობით ჩვენ მივდივართ იქით და უკვე ჩვენ გვესმის მხარდაჭერა სიტყვით ჯერჯერობით, მაგრამ სიტყვას მოყვება საქმე არის. ამის იმედი გვაქვს და ერთი დღეც იქნება, რომ ერთი ფესტივალიც იქნება, როდესაც ჩვენ ახალ კინოთეატრში გავხსნით და ფესტივალს და ახალგაზრდობა სულ სხვანაირად მიუდგება აი ამ ჩვენს ფესტივალსაც და საერთოდ აი ამ წამოწყებას. ბევრი ახალგაზრდა არის მონაწილე ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ავტორები და არ მხოლოდ ფილმების ავტორები, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გარდა საკონკურსო პროგრამისა, ასევე არის მასტერ-კლასები, ვორქშოპები, ფიჩინგი, წარდგენა პროექტების, ახალგაზრდები მოდიან იდეებით და უზიარებენ საერთაშორისო ჟიურის წევრებს, საერთაშორისო დონის უცხოელ ჟიურის წევრებს და ასევე ქართულ ჟიურის წევრებს თავიანთ იდეებს. ეს უდიდეს საშუალებას აძლევს მათ იმისთვის, რომ საომალოდ განვითარდნენ, ხო? ეს ნიშანდობლივია. ჩვენ სანამ კონკურსი ჩატარდება 2 თვის განმავლობაში ყავს მოწვეული მასტერი, ამ შემთხვევაში ოსტატი, რომელიც ამ შემთხვევაში პორტუგალიელი მეგობარი არის ჩვენი კინორეჟისორი, პროფესორი პორტუგალიდან პორტოს ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი მანუელ დე კოსტა და კიდე რაღაც მეტი სახელები, ძველი სახელები აქვს. მანუელს ვეძახით ჩემი მეგობრო. და აი ეხმარება თუ როგორ არის იქნება უკეთესი მათი პროექტის წარდგენა, რომელი მხარეები წამოწიონ წინ რა, უფრო მეტად რაზე გაამახვილონ ყურადღება, რაც ხელს უწყობს პროექტის სწორედ მიტანას მსმენელამდე. ამ შემთხვევაში ეს იქნება პროდიუსერი, იქნება თუ ასე შემდეგ. გამოცდილება გაქვთ უკვე როგორც ორგანიზატორს, თქვენ ხართ თოფუსის ავტორი, თოფუსის ორგანიზატორი, ეს არის ანიმაციური ფილმების ფესტივალი, საერთაშორისო ფესტივალი. აი რომ შეადაროთ ამ ორი ფესტივალის წარმოება, ანიმაციური ფესტივალი და მოკლემეტრაჟიანი კინო. აქაც არის ანიმაციის კატეგორიაც, ესეც უნდა აღვნიშნოთ ოქროს მტევანზე. რა მსგავსება და განსხვავებაა თუ ასე თუ ისე დიდი განსხვავება არ არის, როცა ფესტივალის წარმოებაზე ვსაუბრობთ? ჩვენ თუ მივდექით თემას, აი რომ ორ ფესტივალს, როგორც კინოს, რა თქმა უნდა განსხვავება არ არის, იმიტომ რომ ანიმაცია არ არის კინო. კინო არის, სადაც ანიმაციას როგორც რესურსს ვიყენებთ. დიახ. მსახიობს აქტუალურ კინოში, როგორც რესურსს ვიყენებთ, მსახიობი არ არის, არა კინო, მსახიობი თეატრშიც არის სხვა. მესმის აბსოლუტურად. და დოკუმენტური კინო. კინოში ვიყენებთ ამით. აქედან თუ მივდექით როგორც კინოფესტივალს,
დიდი განსხვავება ჩემთვის პირადად არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ანიმაცია სხვა სპეციფიკაა, სხვა ტექნოლოგიებია, დოკუმენტური კინო სხვა ტექნოლოგიები და მხატვრული კინოს, აქტიორულ კინოს ვეძახეთ, იქ სხვა რესურსები და აქედან გამომდინარე, არა ძირითადად მაინც კინო ენაზე ვსაუბრობ და აქ ყველა ერთიანდებით. ვორქშოპებზე და მასტერკლასებზე გვიანბეთ რცლად. მასტერკლასები ძალიან საინტერესო მასტერკლასები გვაქვს ჩვენ არა მარტო ტევანზე, თოფუზეც. დიახ. ძალიან საინტერესო ადამიანები ჩამოყავს. ახალგაზრდებისთვის ეს დიდი გამოცდილება და თუ გავიხსენებთ იმას, რომ აი ბათუმის ანიმაციური ფილმების ფესტივალ თოფუზზე ჩვენ რას მივახციეთ ორი სიტყვით. თუ მან 18 ვატარებ წელს და ის პერიოდი გავიხსენოთ, როდესაც არაფერი არ ხდებოდა ანიმაციის მიმართულებით საქართველოში, ჩვენ გავხსენით ლოკაცია, მოედანი, მე მოხარული რომ ეს ბათუმში ჩემ ქალაქში მოხდა და ახალგაზრდებს მივეცით იმედი. მივეცით მოედანი, სადაც მათ დაინახეს, რომ თუ ესენი თელსის განმავლობაში იმუშავებენ თავის იდეების განხორციელებაზე, მათ ექნებათ საშუალება, რომ ეკრანზე აჩვენონ მაყურებელს, გაიგონ მიქს მე სხვა პროცესები მინდა, რა თქმა უნდა, ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია წარმოაჩინოს და მოისმინოს ის რეაქციები, ეს ემოციები, რისთვისაც აი ეს იბრძოლა და წვალობდა თავის აუცილებლად უნდა გკითხოთ. აი, ავახსენეთ ჩვენის პერიოდი, როდესაც იყო უდიდესი სტაგნაცია ანიმაციების მიმართულებით, ხომ? ქართული ანიმაცია ძველ დროს ვიცით ყვაოდა, ვიცით ყველას აუცებდა, შემდგომ იყო ეს ლითარგიის პერიოდი, შეგვიძლია ვთქვათ და ახლა ისევ გამოგვიძება, ხომ, ახალი სტარტი. მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიურად ჟღერს ეს მოცემულობა, რომ გაიღვიცა ქართულმა ანიმაციამ, მაინც ბევრი გამოწვევა, ბევრი დაბრკოლება. აი, გვესაუბრეთ, რა არის ფუნდამენტური პრობლემა, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს იმისთვის, რომ მეტად დაიხვეწოს და განვითარდეს ქართული ანიმაცია. გამოწვევა. ინდივიდუალურია შეგრძნება სამყაროსი, ყველა თავისებურად. მე შემიძლია ჩემი აზრი თქვა ამასთან მიმართებაში. ვფიქრობ, კინო ხელოვნება, ძვირად ღირებული ხელოვნება, ეს ბანალური ტექსტებს ვამბობ და მისი ეკონომიური მხარეს რო შევხედოთ რა, ამოღების მიმართულებით აი იქნება ქმნი ფილმს და ფინანსურ რესურსს, გაგაქვს ბაზარზე, ყიდი ამას და უნდა მოიღო თანხა, რომელიც ჯერ არა, ჯერ რაც ჩანდე. აჰა, ჯერ ამოიღო ეს თანხა, ეს უხეშად რომ ვთქვათ, რომ იფიქრო განვითარებაზე, რა. საქართველოს არის პატარა როგორც ბაზარი გაყიდვის ბაზრის მიმართულებით ძალიან პატარა საშუალებები არის. აქედან გამომდინარე, თუ შენ შექმნილი ქართული ბაზრისთვის პროდუქტი განწირულია. ხო, ენთუზიაზმზე დაყრდნობით. მაგრამ არის სხვა გზები. დღეს საქართველოს თავისუფალია, გახსნილი, დამოუკიდებელია, გახსნილია საზღვრები. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ფილმები არა მარტო საქართველოსთვის, სხვა ტერიტორიული ბაზრებისთვის. ამას სჭირდება მარკეტინგის ცოდნა, მარკეტინგის მიდგომები, პროდიუსინგი, გათვლები და აქედან გამომდინარე მიდგომა. ესეც რა თქმა უნდა განათლებასთან დაკავშირებული, კომუნიკაციებთან დაკავშირებული და ბევრ სხვა რესურსებთან. და ესეც ყველაფერი გადადის ბოლოს ფინანსებთან. მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება ამის კეთება. სახელმწიფო არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ქვეყანაში ამ დარგის განვითარებას. არა მარტო ამ სხვა დარგებსაც, მაგრამ აი ამ დარგებსაც ეხმარება. და მადლობის მეტი არაფერი არ ითქვის იმ ადამიანებს, ვინც ამ საქმეში იღწვის. მაგრამ არის მეორე თემა, რომ რაციონალური გამოყენება. იმის, რაც გაქვს. აი ეგ რესურსი. პრობლემა შეიძლება არსებობდეს. რას გულისხმობ? შეიძლება Volkswagen-ით გაატარო და მძღოლი მიიყვანო, კარგად, მაგრამ Rolls-Royce-ით მიიყვანო და მძღოლი გააწამო. გასაგებია. თუ ჩვენ სწორ, მაგრამ სწორედ რო დავხარჯო, ამას ცოდნა ჭირდება, ამის ინფორმაცია ჭირდება. ის ადამიანები, ვინც თქვათ ჩახედულია ამ საკითხში.
კომპეტენტური. აი ხა სიღრმეში რო წავიდე, მაშინ შორს წავალ. მაშინ რატომ არის ეს დეფიციტი ამ კომპეტენტური ადამიანების? იქ ისევ მივდივართ პრობლემასთან და კინოსკოლების ნაკლებობა? კინოსკოლების ბევრი რაღაცები არის, მაგრამ ერთ ფაქტორს ვიტყვი თუ საქმე რადგან დადგა ეგეცე. მაგალითად არსებობს სტატისტიკა. სტატისტიკა და აი ესეთია სტატისტიკა. ყველა ქვეყანაში იღებენ ფილმებს. მაგალითად ამერიკა, საფრანგეთი, საქართველო, აი სად. ამერიკაში იღებენ დაახლოებით 1000 ფილმს სრულ მეტრაჟიანზე უბრალოდ. სტატისტიკურად რაღაც გავთვალა. 1000 ფილმს, საფრანგეთში 300 ფილმს, საქართველოში 3 ფილმს. ყველა ქვეყანაში შექმნილი დაახლოებით 70% არის ნაგავი. მესმის 20% არის იმედის მომცემს ეძახიან პროექტები და ავტორები და 5-7% არის მაღალი მხატვრული ღირებულების პროდუქტი. მოდი ახლა შევხედოთ ამერიკას გადავთვალოთ 1000 ფილმზე. 700 ნაგავია, 300 დამაიმედებელი და დარჩა რაღაც მხატვრული ღირებულების 70, რაც მსოფლიო კინოთეატრების ბაზარს ავსებს. რომ ნახოთ საფრანგეთში რა ხდება? მეორე, საფრანგეთში 300-დან 70. ეხლა წავედი საქართველოში. 3 ფილმი იყო. რამდენია ნაგავი? მესმის. ანუ აქ იღბალზეა თუ გაგვიმართლებს. ნაგავი ეხლა ძალიან ცუდი ნათქვამია, ნაგავი მხატვრული ღირებულების არ მქონე, გვესმის, რასაც გულისხმობთ, ხო? იქ, მაგრამ არის გზები. შეიძლება ესეთი გზა მოიძებნოს, რომ თქვა 3 სრულმეტრაჟიანი კი არ გადავიღოთ. გადავიღოთ ამ 3-ის ფულით. სიტყვაზე. გადავიღოთ მოკლემეტრაჟიანი 30 ფილმი. ამ შემთხვევაში რამდენი გვექნება? ხო, რაღაც სტატისტიკის მაჩვენებელი უკვე სხვანაირი გახდა. მაგრამ რა ვხდება? ამას მოყვება ისა, რომ ადამიანებს ახალგაზრდებს ექნება უფრო 30-50 ადამიანს ექნება საშუალება, რომ იმუშაონ. და ერთი შედევრიც გამოვიდეს. ეს ერთი თემა, მაგრამ მეორე თემა დახელოვნდნენ და ესენი რო საქმეს ისწავლიან ევროპაში წავა გლეჯი ამ ახალგაზრდებს. და ვით რა შეესაბამება. უბრალოდ პროდუქტი კი არ დაედება, მხოლოდ წელიწადში 1-2 კარგი. ესმის. გაიზრდება და როგორც ფეხბურთელები მიყავთ. აი ესე წაიყვანებენ, იმიტომ დიდი დეფიციტი არის ხელოვნების ამ დარგის სპეციალისტები. ხო, მოსტატები ცოტანია. კი არ უნდა ვაწარმოოთ დიდი ფილმი, ვისაც სოფლიო დავიწყოთ და ოსკარი არა, უბრალოდ გავზარდოთ ახალგაზრდები. ესენი ოსკარებსაც მოიტანენ, ფინანსებსაც მოიზიდავენ და ჩვენ ქვეყანაში ჩამოიტანენ ფულს და აქ შექმნიან პროდუქტებს. ცალსახად საინტერესო იდეაა. ეს არა, ეს ასე არ გუშაობს. მუშაობს რომ დღეს ერთ-ერთი ჩემი აზრით ესა. ჩვენი ოპტიმალური გამოსავალი. ძალიან საინტერესო რამ გითხარით მართლაც. ამ კუთხით უნდა შეხედოს ვიღაცა, ვისაც ხელთ ეწიფება და ვისაც აინტერესებს, ვის ინტერესებს შედის. happy for this award. მადლობა პირველ რიგში ფესტივალს, პირველი ფესტივალია ჩვენთვის. So this is the final cut. ჩვენ ერთად მშვიდობებით, მაგრამ ესე you buy for 1 year. თავად რამდენიმე გამარჯვებულ ფილმს.
Now you can see the winners. დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ აგზავნებული თვალსაჩინო. წლევანდელი სეზონი შევაჯამოთ, მოდით. მეოთხე წელი დღეს რამდენიმე საათში გამოვლინდებიან გამარჯვებულები. 4 კატეგორია, 4 ძირითად კატეგორიაში და ასევე ფიჩინგი და სპეციალური პრიზიც გაქვთ. ისე ჩვენ სიახლეები რაღაცები, ერთ-ერთი სიახლე საინტერესო რომელიც ახლა მახსენდება არის ესა რომ ჩვენ შარშან მქონდა სტუდენტური კონკურსი ქართული ფილმების და წელს საერთაშორისო კონკურსი საერთაშორისო დონის გახდა. მიუხედავად ამისა სტუდენტ გამარჯვებულ საერთაშორისო კონკურსში გვაქვს ნომინაციები პლუს საუკეთესო ქართული ფილმიც. ეგეც მაინც დავიტოვეთ რომ ქართულებს მივცეთ საშუალება. ეს ერთი. ყველა მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ და სტუდენტურ კატეგორიებშიც ჩვენ წელს დავამატეთ ნომინაცია საუნდ დიზაინის ნომინაცია. ჩვენ მქონდათ საუკეთესო ფილმი კატეგორიის, საუკეთესო რეჟისორი, დოკუმენტური სცენარისტი. სცენარისტი. წელს დავამატეთ ხმა საუნდი. ეს ყოველ წელს თითო რაღაცას ვამატებთ და შლით მეტ საშუალებებს ვაძლევთ ავტორებს წარმოჩინდნენ და იცით რა იცნობიერებაც მაყურებელს ჩვენ ხშირად ვეუბნებით ჩვენს მაყურებელს რომ კინოს არ ქმნის მხოლოდ რეჟისორი და მსახიობი. იმიტომ რომ ხშირად ფილმი გვამახსოვრდება ვინ იყო მისი რეჟისორი, რომელი მსახიობი თამაშობდა და დრამატურგის ვინაობას იშვიათად ვკითხულობთ ტიტრებში. იგივე გრიმზე ვინ იმუშავა და გვინდა რომ ეს რგოლები წარმოვაჩინოთ, რომელთა როლი ძალიან დიდია და სამწუხაროდ ჩრდილში რჩებიან. მათ შორის არიან ხმის დიზაინერებიც. ხშირად მათი ვინაობა არ არის ცნობილი მაყურებლისთვის. აი წელს გვექნება საშუალება ჩვენს ფესტივალზე წარმოვაჩინოთ ეს ავტორები, ეს სპეციალისტები, ხშირად ავტორებიც საუნდი მოიცავს არა მარტო მუსიკას, ხმასაც მოიცავს და სხვით სხვა. ფართო სპექტრი არის მიმართულება. ძალიან დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენი სტუმარი, წარმატებებს ვუსურებთ თამარაჩვეულებრივ ფესტივალს. მადლობა რომ ჩამოვძანდით და ჩვენს გვერდით ხართ. თოფუზეც გესტუმრებით. ვაშა. როდის იქნება თოფუსი, მოდით ესეც დავაანონსოთ. ესე იგი თოფუსი წელს ნოემბრის 10-დან 15 რიცხვის ჩათვლით გაიმართება და ფესტივალი დაიწყება ხულოდან, ჩამოვალთ შუახევში, ეს აღსანიშნავია რომ ანიმაციის სტუდია გაიხსნა შუახევში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დააჟინებული თხოვნით. ქედა, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ქედაშიც და შუახევშიც სკოლები გვაქვს. სკოლებშიც გვესტუმრებთ. ძალიან მაგარი ბავშვები ყავს. ანიმაციებს ვაკეთებთ ხულოში, ქედაში, შუახევში. მაგარია. ბათუმშიც რა თქმა უნდა.